მოგესალმებით, ისევ ბუნებაში ვართ. როგორც იცით, დავიწყეთ დანების ტესტის ვიდეოები და ამჯერად წამოვიღეთ ყველაზე ბიუჯეტური ფიქსედი ჩვენს მაღაზიაში, Free Tiger-ის, ესე შეფუთვაშია. რა ქვია, მოდელს აღარ მახსოვს. FX01. ფოლადი გვაქვს ამ შემთხვევაში 8 ქრომით 14 მოვი, ჩინური ფოლადია. სოუნოში აქვს დაფარვა რომ არ დაიკაწროს, სტარი მიკარტაა. Ხათ შორის ამდანის ერგონომიკა ფორმა ძალიან მომწონს, ხელში კარგად ზის, ძიმე ტესტებით შეიძლება გაუკეთო, ბატონიკსაც გაკაჩავს, ყველაფერს ვფიქრობ უპრობლემოთ რა და როგორც იცით ჩვენი ტესტები ვიღებთ ხოლმე პროდუქტებს და შემდეგ უკვე რაღაც საყოფაცხოვრებო ნივთებს რა, ცოტა უფრო მძიმე ტესტის რო გავატაროთ დანას და ვნახოთ რას გაუძლებს, როგორ მოგვეწონება ჭრის ხარისხი და ასე შემდეგ რა. Free Tiger-ს რაც შეეხება, როგორც ვიცით, გვაქვს ჩვენ მაღაზიაში მათი სხვა მოდელებიც, ფიქსედის რამოდენიმე მოდელია, უფრო საკეცებია, ყველა ბიუჯეტურია დაახლოებით 45-დან სადღაც 100-100 ლარამდეა ფასები რა და ერთ-ერთი მათგანია ეს ფიქსი ავარჩიეთ დღეისთვის, რომ მინდა რომ ეს გავტესტოს და ვნახოთ რა გამოვა რა. დავიწყოთ ახლა მოდი პროდუქტების ჭრა და შევხედოთ და ბოლოს დაბეჭდილებებს რა თქმა უნდა გაგიზიარებთ. ხო, აქვე გთხოვთ რომ შენიშნებით თუ რამე სხვა დანის გატესტვა გენდომებათ რომელიმე კონკრეტულის რა ჩვენს მაღაზიაშია. ასევე შეგვიძლია დავამატოთ რაიმე პროდუქტი, რის დაჭრასაც ისურვებდით და ვფიქრობთ რომ სახალისო და კარგი საყურებელი იქნებოდა და გაიტესტებოდა დანამეტნაკლებად რა. ამ ძირითად ბირთვს ესე ვთქვათ, რაზეც ტესტავთ ხოლმე, დავტოვებთ და შეიძლება კიდევ რაღაცეების დამატება, ტესტის სახის შეცვლაც ცოტათი, მაგრამ ძირითადი სახე რაღაცა მინდა რომ დავტოვოთ, რათა სხვადასხვა დანებს რომ გავტესტავთ, იყოს ხოლმე მეტნაკლებად შედარების საშუალება რა, რომელი დანა როგორ მუშაობს კონკრეტულ პროდუქტზე და კონკრეტულ ნივთებზე. აქვე ხეზე ტესტიც იქნება, კონსერვი მინდა გავხსნათ ბოლოს და ნახოთ, ვფიქრობ საინტერესო და კარგი საყურებელი იქნება. მოდი ბევრ საუბარს ჯობია რომ გადავალ საქმეზე და დავიწყოთ პროდუქტის ჭრა. დავიწყოთ კიტრის დაჭრით. ტრადიციულად შვენივრად მიდის საქმე. არაფერი. ძალიან კარგი და საინტერესოა. შემდეგ გადავიდეთ მოდი პომიდორზე ტრადიციულად. მოდი ისე მგვალი ნაჭრები დავჭათ. იდან არ არის რა თქმა უნდა სამზარეულოს დანა. როგორც გითხარით, უფრო ტყეს სალაშქრო და რაღაცა ესეთ სანადირო სათევზაოდ რო გამოდგება, მაგრამ ტყის პირობებში რა თქმა უნდა მოგვიწევს საკვების მომზადებას და მოგვიწევს გავსი ბოსნეულის დაჭრას და უნდა ვიცოდეთ როგორ ართმევს თავს. ვფიქრობ შენივრად მიდის ყველაფერი, ვაშლი დავჭათ მოდი. ცუდი არ არის, არ გაუხეთქია, აი ესე. კი, ნორმალურია. საკმაოდ ნორმალური ჭრა აქვს. წინა ვიდეოში ალბათ ნახავდით ლუციო გავტესტეთ და ცოტა უკეთესად ჩადიოდა, რადგან იმას უფრო თხელი დაშვება ჰქონდა. მაგრამ ცუდი ნამდვილად არაა და ვერ ვიტყვი რაღაცას ან ვერ ჭრის, ან ცუდად ჭრის. ასე შემდეგ. ძეხვი დავჭათ, მოდი ახლა. შვენიერი. ეს პროდუქტები პური დავჭათ კიდევ აუცილებლად. იო მომაწოდეთ შეიძლება. სომა ძალიან კარგი აქვს ახლა ამდანა სრულიად საკმარისია ესეთ სამუშაოდ. კარგია, ძალიან კარგია, მომწონს ამდანის ჭრის ხარისხი ჯერჯერობით. ამდენად შეინარჩუნებს პირს როგორ იქნება, ნახავთ უკვე დანარჩენი გამოჩნდება. პროდუქტებს საკმაოდ კარგად გაართვა თავი ჩვენმა დანამ. სახელისო დამავიწყდა FX01. პრინციპი შვენიერი სახელია, Free Tiger FX01. 8 ქრომით 14 მოვია ფოლადი შეგახსენებთ. ტარის მასალა კი მიკარტაა და ხელში ძალიან კარგად ზის და მაინტერესებს უშუალოდ სხვა ნივთების ჭრაზე როგორ იქნება რა. მოდი გადავიდეთ ახლა პროდუქტზე. რავი, საკმაოდ კარგად იმუშავა რა. რომ რაღაცა იყოს თქვათ ტყეში მონადირისთვის ნადირის დამუშავება, ხორცის დაჭრა, რაღაცები ვფიქრობ კარგად გააკეთებს და ეხლა უფრო საყოფაცხოვრებო ნივთებზე გადავიდეთ. რეზინის მილები, თოკები, ხე გავთვალოთ, კონსერვი გავხსნათ ბოლოს, ცოტა მძიმე დავტვირთოთ და თან ვნახოთ როგორ შეინარჩუნებს პირს რა. მოდი გადავინაცვლოთ ჩვენს კუნძზე. მოდი დავიწყოთ
წვრილი თოკი ტრადიციულად. კარგი. ეხლა უფრო გავართულოთ, ცოტა მსხვილ თოკზე გადავიდეთ. კარგია. არ ვაპირებ ძალიან ბევრ ჭას მეგობრებო, ისე რომ რამდენს გაუზრებს და რაღაცა მსგავს ტესტებს არ ვაკეთებ, უბრალოდ რაც შეიძლება მოგიწიოს ერთი დღის განმავლობაში, რომ ადამიანმა დაინც გააკეთო რაღაცა მსგავს ფორმაც ვირჩევთ ამჯერად რა. მილერებზე გადავიდეთ რეზინის. შეიძლება ავტომობილში რაღაცა დაზიანდეს, იყოს გადასაჭრელი, შესაცვლელი და გვიდევს ეს დანა და უნდა ვიცოდეთ როგორ გაართმევს თავს. ახლა უფრო მსხვილ რეზინის მილზე გადავალ. ტრადიციულად. ცოტა გაუჭირდა. ცოტა მეტი ძალის ხმევა ჭირდება. დაბლაგვებით ამ გონია დაბლაგვებული ყო, ალბათ უფრო ნალესის ამბავია. მახსოვს ლუციო უფრო კარგად ართმევდა თავს, თუმცა ცუდი არა. რომ დაგჭირდეს ადამიანს გააკეთებ რა. ხო, უფრო მსხვილი თოქზეც გადავიდეთ. ვარემ და მე ხე გავთავოთ და კონსერვის გავხსნათ. აბა ვნახოთ. თან შევამოწმოთ. რამდენად შეინარჩუნებს პირს ქაღალდზე გავტესტავ ამის მერე. ვნახოთ. არაფერი, პრობლემა არ არის დიდი განსაკუთრებული. ახლა მოდი ხე გავთავოთ. ტრადიციულად. აბა გავთავოთ. შვენიერი. შვენიერი. ეხლა მოდი კონსერვის გავხსნათ მეგობრებო და ველოს ნახოთ რა სიზავს. მოდი აბა ნახოთ ეხლა ფურცელზე რა სიზავს ამის შემდეგ და შვენიურად მუშაობს მინდა გითხრათ. ეხლა კონსერვს გავხსნით მეგობრებო და შემდეგ ისევ ქაღალდზე გავტესტოთ. კონსერვის გახსნა რეალურად არ გავჭირვებია. რაც მინდათ. და ვნახოთ აბა ისე ფურცელზე. შვენიერი. შვენიერი კონსერვის გავხსენით მეგობრებო, ხეც გავთვალეთ. მოდი უშუალოდ ბუჩქთან მივიდეთ. ეხლა იქაც შევაჭრათ 1-2 ტოტი. საერთო ჯამში მამდანაზე რაც შეიძლება ითქვა, საკმაოდ კარგად გაართვა თავი. აი პატარ-პატარა დაზიანებებს ხედავ ეხლა პირზე. თუმცა უმნიშვნელო ეს რაღაცა კერამიკული მასათიცაც ადგილზევე გამოსწორდება რომ რაღაცა რა. კარგი, მოდი ვნახოთ აბა ხეზე ჭრის ხარისხიც და შევადაროთ შემდეგ. მოდი აბა მოვჭრათ. აი ეს ტოტი სისქრე საკმაოდ ისეთია, ნორმალური ფიქრობ. ერთი ჩაჭრა, მეორე ჩაჭრა. არ მინდა რომ მოვტეხო, მინდა რომ გადავჭრა ბოლომდე. აბა, ბარემ გავთავოთ. შვენიერი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დაბლაგვდა, უფრო წინა მხარე მუშაობდა, წინა მხარეს შეეწყო ეს ცოტა მეტი დაბლაგვება, აქ უფრო რა ვიცი, უკვე ჩაღათ არის დანა და თლის მუშაობს ძალიან კარგად, რომ დაგჭირდეს ტყის პირობებში რაღაცა კარვისთვის რაღაცა პალო, იგივე საყრდენებად ტოტების მოჭრა და გაკეთება, ჩვენივრად უპრობლემოდ გაართმევს ეს დანა თავს. ეს სიმს ხო ეხა ნორმალურია, ამაზე მსხვილსაც გაუმკლავდება, როგორც ვატყობთ. და მოკლედ საერთო ჯამში ცუდი არა. მოდი გადავინაცვლოთ ჩვენს მაგიდასთან და იქ გავაგრძელოთ მისი შეფასება და საერთო ბოლო დასკვნის გაკეთება. ხო, რაც შეეხება საბოლოო დამდანის შეფასებას, როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ხელში ძალიან კარგად ზის. ხელი საერთოდ არც დამლი, არც მტკენია, რაღაც იგივე ხის ჭრის დროს და ნახეთ რომ ძალას ვატანდი და იდეაში დისკომფორტი არ მიგრძნია.
ფოლადს რაც შეეხება, რასაც ვფიქრობდი, იმაზე ცოტა მეტიც გაძლო და გამიკვირდა და სასიამოვნოდ გამიკვირდა და გამიხარდა. ძალიან კარგად მუშაობს. შეიძლება ცოტათი დაბლაგდა. პატარა ხელის შევლება უნდა, როგორც გითხარით, რა და მარტივად მოგვარდება ეს პრობლემა. საერთო ჯამში დადებითად შევაფასებდი ამ დანას. წინა ვიდეოში ჩაწერილი ლუციო იმას პირი არ დაბლაგვებია პრინციპში. დაბლაგებთ ესეც არა, პატარ-პატარა ნაჭლევები ეთყობა რა, რომელიც იოლად მოგვარდება და იმას ესეც არ გაუჩნდა და ცოტა უკეთესი ჭრის ხარისხი ჰქონდა იმ დანას. მაგრამ რავი, ესეც ახლა თავის ფასთან შედარებით ვიმეორებ 100 ლარი ღირს ეს დანა, რა ვიცი, ძალიან კარგია ხელში მაგრაძის სალაშქროდ სანადიროდ, მით უმეტეს დამწყები მონადირე და მოლაშქრისთვის ალბათ იდეალური იქნებოდა რა და მომავალში ვნახოთ კიდევ სხვა დანებსაც რო ჩავწერთ და გავტესტავთ, იმათაც შევადაროთ ხოლმე მერე და გამოჩნდება უკვე რეალური სხვაობა. ამჯერად რაც გავტესტეთ, ამათში რა ვიცი, მშვენიერია ერთ-ერთი დადებითი და მხოლოდ პოზიტიური შეფასება ფრით აიგებს. ხოჭა, გამიკვირდა, გამაოცა სასიამოვნოდ. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. როგორც თავიდან აღვნიშნე, რა დანის გატესტვას ისურვებდით კიდევ რაც ჩვენს მაღაზიაში მოიპოვება, კიდევ სიახლეებსაც ჩამოვიტან და იმათ ტესტებს, რადგან დავიწყეთ უკვე ჩაწერა, აღარ გავჩერდებით და შემოგთავაზებთ ხოლმე მსგავსი ფორმატის ვიდეოებს. ვფიქრობ, საინტერესო და სახალისოა. თუ თქვენს მოგეწონათ, რა თქმა უნდა, ეგეც გითხარით და გამიხარდება. ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ.